მოგესალმებით. ვაგრძელებ მეხუთე სტანციის მეორე ვიდეო ჩანაწელს. წინათ კი ეწერა პირველი და მეორე პუნქტი, მაგრამ მე ხმაურის გამო ვერ შევძელე მეორე პუნქტის ჩაწერა, ამიტომ ჩაიწერებოდა ის ხმაურიც, რაც იყო გარეთ. ახლა გიქცევასოთ მეხუთე სტანციის მეორე პუნქტის ჩანაწელს. და თან შევეცდები აგიხსნათ. ესე იგი, მეხუთე სტანცი, პუნქტი მეორე. ისინი ხდიან მას მაცნედ თავიანთი ნებისა. ჯიუხ დგება ფოხათი, ხო ეს არის მთლიანი სიტყვა, ნიშნავს მიზანსტრაფულს. მიზანსტრაფული ვაჟი ღვთაებრივი ვაჟებისა. ახლა უკეთჩანა. რომლების ვაჟები, ლიპიკები, მისწრაფებიან სპირალისებურ ქარიშხალში. ლიპიკები არ შეიძლება პლანეტარულ მშენებლებს მაპატიეთ მე აქ ზემათხნეს კარგი ჯობია არაფერი წავიკითხო. ჯობს თქვენ თვითონ წაიკითხოთ. ხო, პუნქტი B. ჯიუ ხდება ფოხათი, თვით გამოთქმა,
მიუნიშნოს ამაზე, ჯიუ არის ერთი ჭეშმარიტება, მაგიური, ცოდნა ან ოკულტური სიბრძნე, რომელიც შეხებისას და მოქმედებისას ჭეშმარიტებებით და პირველადი მიზეზებით დგება თითქმის ძლიერი, როდესაც ის გამოიყენებოდა სწორ მიმართულებაში, ანტინეზად არის ჯიუმა, რომელსაც საქმე აქვს მხოლოდ ილუზიათან დაცრუ ხილვადობასთან. ჩვენი თანამედროვე ეზოთერიკულ მეცნიერების თანახმად, ამ მომენტში ჯიუ არის კოლექტიური სიბრძნის თხიანი ბუდას გამოხატვა, რადგან ვარაუდობენ, რომ მკითხველი არ იცნობს თხიან ბუდებს, მას უკეთესია ახლავე ითქვას, რომ აღმოსავლელების თანახმად არსებობს 5 თხიანი ბუდა ან ზეციური ბუდა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე შეცდომას არ უშვებ, როდესაც წერ ბუდას 2 დუდ. რადა ამ სიტყვას 2 დუდ აქვს ერთი მნიშვნელობა და მეორე სიტყვას 100 დუდ აქვს სხვა მნიშვნელობა. დიახ, ბუდა სხვა მნიშვნელობა, ბუდა სხვა მნიშვნელობისა. ეს მე ახსნილი მაქვს თავში. ამ წიგნის, ამ ნაშრომის თავში, როდესაც ვიწყებდი ამის თარგმნას. ხო, და რომლებიც გამოვლინებები ფორმების და მატერიების სამყაროში არიან ადამიანური ბუდები, მაგრამ ეზოთერიკულად თხიანი ბუდა 7, რომლისგან მხოლოდ გამოვლიდნენ მხოლოდ 5, 2 დანარჩენი კი გამოჩნდნენ მე-6 და მე-7 ძირ ფესვებში. ისინი თითქოს არიან მარადიული წინახატები ბუდებისა, რომლებიც დედამიწაზე გამოვლინდებიან და ყოველი მათგანს აქვს თავიანთი თავისებური თაებრივი პროტოტიპი. მასე, მაგალითად, ამიტაბა არის თხიანი ბუდა, გოტამა, მაკუანი შა, არა შემშლია, ასე წერია, მაკუანი მყშა და ვლინდება მის დახმარებით, როდესაც უდიდესი სული განსახიერდება დედამიწაზე, როგორც ცონ ანას მაგალითში, ცი კაპა, პირველი და უდიდესი რეფორმატორი ტიბეტისა, რომელმაც შექმნა სექტა გულუ გპა, ყვითელი ქუდები, ავალოკიტეშვარა, როგორც სინტეზი 7 თხიანი ბუდებისა იყო პირველი ბუდა, ლოგოსი, როგორც ამიტაბა, რომელსაც უწოდებენ ჩინეთში ამოდა ბუდა. მაგალითად, სხვა სამყაროთი არა ჩინეთში, არამედ იაპონიაში შიდა ღმერთი ბოტამა. ისინი თხიან ბუდები, როგორც სწორად ამტკიცებენ, როგორც სწორად ამტკიცებდა პროფესორი რის დევისი, არსი გადიდებულები მისტიკურ სამყაროში ყოველი მიწერისა და მოკვდავისა ბუდისა თანახმად განთავისუფლებული პირობებისაგან, მატერიალური ცხოვრებისაგან აქ შეცდომა მაქვს. ამიტომ ახლა მომეცი საშუალება შევასრულო. ხო, ასე ჯობს განთავისუფლებული მანუში. ბუდისაგან
რომლების დაყენებულები არიან მართონ დედამიწით ამ წლის პერიოდში. ისინი ბუდები სიბრწყინავისა და ყველა ისინი პატაკა მშობლების გარეშე, პატაკა ნიშნავს მშობლების გარეშე. ესე იგი იქ თვითდაბადებულები ღვთაებრივ არსებებთან. ეზოთერიკული სწავლება, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი თხიან ბუდა ფლობს უნარს, შექმნას, თავისგან იგივე ზეციური ვაჟი, თხიანი ბუთხი, სატვა, რომელიც სიკვდილის შემდეგ მანოში ბუდისა უნდა გააგრძელოს ბოლოს მუშაობა. დაფუძნებულია იმავე შვიდზე, რომ მაღალი მიძღვნის წყალობით მიღებული ბუდას სულის გადმოსვლით, ვინც შექმნა ხუთი თხიანი ბუდა აღმოსავლეთ ცოდნეების მიხედვით. კანდიდატი დგება სინამდვილეში ბოთხის სატვა, რომელიც შეიქმნა უდიდესი მიძღვნილის სიძლიერით. პოდპუნქტი C. ფოხატი მომავალი ერთ-ერთი მთავარი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეზოთერიკულ კოსმოგონიაში უნდა იყოს აღწერილი ზუსტად როგორც უძველეს ბერძნულ კოსმოგონიაში. ძლიერ გამოირჩეოდა მოგვიანებით მითოლოგიისაგან. ეროსის მესამე პირი, პირველად სამებაში ქაოსი, გუა, ეროსი და პასუხობს კაბალისტიკურ სამებაზე ույსობზე უსაზრო ყველაფრისა, რადგან ქაოსი არის სივრცე. ფართოდ გაღება იყო ცარიელი, შეკინი და ძველი დენიში. არა, ძველი დენიმი. ეს ტერმინი ასეთი, მე არ შემეშალა. შეკინი და ძველი დემინი და წმინდა სულის ენერგიით და ფოხატი ერთი წევრი კიდევ არ გამოვლენილი სამყაროში და მეორე ფენომენალურ და კოსმოგონიურ სამყაროში. ბოლოში ის არის ოკულტური, ელექტრიკული სიცოცხლის სიძლიერე, რომელსაც სამება ლოგოსის ნებით აერთიანებს ყველა ფორმებს და შემდეგ ხდება კანონი, მაგრამ არ გამოვლენილ სამყაროში ფოხატი არ არის ის, რაც ეროსი არის მოგვიანებით წყინავი, მთიანი, კუპიდონი ან სიყვარული. ფოხატს ჯერ არ აქვს კოსმოსთან საქმე. რადგან ფოხატს ჯერ ზინავს მამადედის მუცელში, ის არის აბსტრაქცია, ფილოსოფიური წარმოდგენა, ის ჯერ არ აცნობიერებს არაფერს, არ ქმნის თვითონ მისთვის ის უბრალოდ პოტენციური ხელოვნური სიძლიერეა, რომლის დახმარებით ნუმენი ყველა მომავალი ფენომენებისა იყოფა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ისევ გაერთიანდეს მისტიკურ სუპერ
გრძნობიარე მოქმედებაში და მისწრაფვის თავის ხელოვნების სხივისკენ, როდესაც ეს ღვთაებრივი ვაჟი გამოვლინდება, ფოხატი დგება მიზანსტრაფი, ძალითა, რომელიც აიძულებს ერთიანს გახდეს 2 ან 3 კოსმოსური გამოვლინება, კოსმოსური გამოვლინების პლანზე სამაგი ერთიანი დიფერენცირებს მრავლობითში. აქ სულ მეშლება ეს დაიგეთ ახლოსა ერთმანეთთან. მრავლობითებში და მაშინ ფოხატი გარდაიქმნება იმ ძალაში, რომელიც იზიდავს მთავარ ატომებს და აიძულებს მათ შეგროვდნენ და შეიწყნენ ჩვენ პოულობთ ეზოს ამ პირველადი სწავლებისა ადრინდელ ბერძნულ მითოლოგიაში ერები და ნუქსი იბადებიან ქაოსიდან და ეროსის ზემოქმედების ქვეშ თავის მხრივ ბადებენ ეფირს და ხენერას მაღალი პლანების სამყაროს დაბალი ანუ მიწიერი რაიონისა სფეროსი სიბნელე ბადებს სინათლეს შეადარეთ პურანებში ნება ან სურვილი ბრამისა შექმნას და ფინიკური კოსმოგონია სან-ხუანი აფონის დოქტრინა იმისი რომ სურვილი არის ხელოვნების პრინციპი ფოხატი ჭიდროდ არის დაკავშირებული ერთიანი ცხოვრებასთან უცნობი ერთიანისაგან უსაზღვრო გროვისაგან გამოდის ერთიანი გამოვლენილი ან პერიოდული მანმატარული ღვთაება და ეს არის საერთო სამყაროს გონება, რომელიც გამოყოფილია თავის წყაროს და არის დემიურგი ან შემქმნელი ლოგოსი დასავლური კაბალისტიკის ეს სწავლება და აგრეთვე 4 საათიანი ბრამანი დუსური რელიგიისა ხო ბრამანი დუსური რელიგიისა განიხილება და თავის გროვაში ეზოთერიკულ დოქტრინაში გამოვლენილი ღვთაებრივი აზრის თვალსაზრისით ის არის მაღალი შექმნელის თხიან კოგანების მეომრობა ერთდროულად საერთო სამყარო გონების ევოლუციასთან და ფარუადი ბუდის სიბრძნე ერთიანი უმაღლესი და მარადიულისა ვლინდება როგორც ავალოკი ტეშვარ ან გამოვლენილი იშვარა, რომელიც არის ოზირისი ანუ ოსირისი რომლისგანაც სხვათა შორის შეიქმნა 3 რელიგია იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ოზირისი ეგვიპტელებისა
ახურა მასდა ზორასტრა დი ზეთიური ადამიანი გერმეტიკული ფილოსოფიისა ლოგოსი პლატონის მოწაფეებისა და ატმანი ვედანტებისა თუ სუბა აიგივებს და უწოდებს მას ლოგოს ნახეთ ლექციები ბჰაგავად გიტაზე ტომი მე-9 ან მახატა წარმოდგენილი ამ მრავალრიცხოვანი სულიერი ენერგიების ცენტრებით კოსმოსში ანარეკლი მთელი სამყაროს გონებისა რომელიც არის კოსმოსური წარმოდგენა ასათა საფუძველი და გონიერი ძალა რომელიც ამ წარმოდგენას ესწრება და ხდება ობიექტური ფოხატი ბუდისტური ეზოთერიკული ფილოსოფიისა ფოხატი რომელიც გადის აკაშის 7 პრინციპების გავლით მოქმედებს როგორც იყო ნათქვამი ზევით გამოვლენილ სუბსტანციაზე ან ერთად ელემენტებზე დიფერენცირებას სხვადასხვა ცენტრებზე ენერგიისა და თავს კოსმოსური ევოლუციის კანონს რომელიც მთელი სამყაროს გონებას ექვემდებარება და ცოცხლებს ყოფის ყველა მდგომარეობისას მზის სისტემაში მზის სისტემა რომელიც გაცოცხლებულია ამ შუადღომლური მოქმედებით შედგება 7 პრინციპებისაგან როგორც ყველა დანარჩენი ამ ენტრების ფარგლებში მასეთია ტრანს ჰიმალაიური ეზოთერიზმის სწავლება ამის მიუხედავად ყოველი ფილოსოფიას აქვს თავისი მეთოდები ამ პრინციპების გაყოფისა ფოხატი არის გამოხატული ელექტრიკული სასიცოცხლო ძალა ტრანსცენდენტალური რომელიც ყველა კოსმოსური ენერგიების ერთიანობას რომლის მოქმედება ექვემდებარება უზომო მასშტაბით ცოცხალი ძალის მოქმედებას რომელიც შეიქმნა ნებით იმ ფენომენებში სადაც მოჩვენებითი სუბიექტური ზემოქმედებს მოჩვენებით ობიექტურზე და მხოლოდ ცოცხალის სიმბოლოა და ძალის ჩამკეტი მაგრამ განიხილება ოკულტისტებით როგორც არსება რადგან ძალები რომელსაც ის მოქმედებს არიან კოსმოსური ადამიანური და მიწიერი და შესაბამისად ახდენენ თავის გავლენას ამ პლანეტებზე მისი ზემოქმედება მაგნიტურია და აქტიურ ძალაშია რომელიც შექმნილია მაგნეტიზმის ნებით კოსმოსურზე ის ექვემდებარება შექმნის ძალას რომელიც ფორმირების ნივთების დროს პლანეტარული სისტემიდან ცისარტყელამდე და საველე მარგარიტკამდე ასრულებს გეგმად რომელიც შენახულია ბუნების გონებაში ან ღვთაებრივ ასლში განვითარებისთვის და ზრდისთვის ყოველი მნიშვნელოვანი ნივთების მეტაფიზიკურად ის არის ობიექტივირებული ღმერთების აზრი სიტყვა რომელიც გახდა ხორცი დაბალ საფეხურზე და წარმოადგენენ კოსმოსურზე და ადამიანური წარმოდგენისაც აქტიური მოქმედებითი ძალა სამყაროს ცხოვრებაში თავისი მეორე ასპექტში ფოხატი არის მზის ენერგია ელექტრული
სასიცოცხლო ფლუიდი და რომელიც იცავს მეოთხე პრინციპს ცხოველის სული ბუნებისაც ასე ვთქვათ ან ელექტროდენი 1882 წელს თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი პოლკოვნიკი ოლკოვტი გამწყუნდა ამის გამო რომ ის ამტკიცებდა ერთავის ლექციაში რომ ელექტროდენი არის მატერია ამის მიუხედავად მასეთია სწავლება ოკულტური დოქტრინისა შეიძლება ძალა ენერგია იქნა უკეთესი დასახელება მისთვის სანამ ევროპული მეცნიერება არ გაიგებს რაღაც მეც მის ჭეშმარიტ ბუნებაზე ამის მიუხედავად ის არის მატერია ისევე როგორც ეფირი არის მატერია რადგან ის ატომიურია თუნდაც სინამდვილეში რამდენიმე სტადია აშორეს მათ ეფირისაგან ხო თითქმის სასაცილოა ამტკიცო თუ ნივთი არის უტუნო მეცნიერებისთვის მას არ უნდა ეწოდოს მატერია ელექტროდენი არამატერიალურია იმ გაგებაში რომ მისი მოლეკულების დაჭრა და გამოკვლევა შეუძლებელია და მაინც ოკულტიზმი ამტკიცებს რომ ის შეიძლება არის ატომური აქედან გამომდინარე ის არის მატერია მაგრამ თუნდაც დაუშვათ რომ არამეცნიერულად ვისაუბროთ მასზე ამდაგვარ ტერმინებში რადგან ელექტროდენს მეცნიერები ეწოდება ენერგიის წყარო უბრალოდ ენერგია მას სად არის ძალა ან ის ენერგია რომლის წარმოდგენა შეუძლებელია თვალისთვის მატერიაზე ფიქრის გარეშე მაქსველი მათემატიკოსი და ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი ელექტროდენთან დაკავშირებით და მისი გამოვლინებით თქვა რამდენიმე წლის უკან რომ ელექტროობა არის მატერია არა მხოლოდ უბრალო მოძრაობა თუ ჩვენ მივიღებთ ჰიპოთეზას რომ მთავარი სუბსტანციები შედგებიან ატომებისაგან ჩვენ ჯერ შევძლებთ თავი ავარიდოთ იმ დასკვნას რომ დენი როგორც დადებით ასევე უარყოფით იყოფა განსაზღვრულ მთავარ ნაწილაკებზე გემგოლცი გლემტიები ფარდეკებზე 1890 წელი ჩვენ წავალთ უფრო შორს ვიდრე ეს და დავაზუსტებთ რომ ელექტროდენი არა მხოლოდ სუბსტანცია არის მაგრამ ის არის ემანაცია არსებისა რომელიც არც ღმერთია არც იშმაკი მაგრამ არის ერთ-ერთი უამრავი არსებებისაგან რომლებიც მართავენ და ხელმძღვანელობენ ჩვენი სამყაროთი კარმის კანონის თანახმად კარმის მარადიული კანონის თანახმად დავუბრუნდეთ ფოხად ის დაკავშირებულია ვიშნუსთან და სერიასთან ადრინდელ ასპექტში პირველი
ღმერთისა, რადგან რიგვედაში ვიშნუ არ არის მაღალი ღმერთი. ვიშნუს სახელი წარმოიშვება ფუძე ვიშ ყველგან. წვდომი ხო ნიშნავს ფუძე ვიშნ ნიშნავს ყველგან წვდომი და ფოხატი აგრეთვე სახელწოდება, რომელიც ყველგან ვცდომს ნიშნავს და ფორმის მიცემი. რადგან ის ფორმირებას უკეთებს ატომებს, ნედლი მასალისაგან. ყველასთვის ცნობილია, რომ სილა, რომელიც დაყრილია ვიბრირებულ მეტალიკურ პლასტინაზე, იღებს მოხაზულობას განსაზღვრულ ფიგურებისა სხვადასხვა სახეობისა. შეუძლია თუ არა მეცნიერებას ამ ფაქტს მისცეს რამე ახსნა. რიგვედის წმინდა ტექსტში ვიშნუ აგრეთვე არის მზის ენერგიის გამოვლინება და აღწერა როგორც მორბენალი სამი მოძრაობით სამყაროების 7-ის რაიონის გავლით, მაგრამ ვედური ღმერთს აქვს ცოტა საერთო მოგვიანებით დროის ვიშნუსთან, რადგან ორივე იგივეა ამ ასპექტში და ერთი არის მეორეს ახალი 3 და 7 გარბენა მოძრაობა მიეკუთვნებიან ეზოთერიკულ დოქტრინებში 7 სფეროს, რომელზეც ბინადრობენ ადამიანები, ასევე როგორც დედამიწის 7 რაიონს მიუხედავად ხშირი საწინააღმდეგო აზრებისა, გამოთქმული ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთმცოდნეებით 7 სამყაროების ჩვენი პლანეტარული სისტემებისა მოიხსენიება ეზოთერიკულ ინდუსურ წერილებში, მაგრამ რამდენად არის დაკავშირებული რიცხვები მაგდაგვარი რიცხვებთან სხვა კოსმოგონიებში და მათ სიმბოლოებთან შეიძლება ნახოთ შედარებიდან. და პარალელებიდან გაკეთებული ძველი რელიგიების აბადიეთ აქაც კვდალო ახლოსაა და სულ მეშლება ესენი ერთმანეთში. ხო. ელვა და მზე ან დედამიწა, ატმოსფერო და ზეცა, მაგრამ ფილოსოფიურად და ძალიან სწორად ასტრონომიულად ხსნის მათ ო ნავაბხა
როგორც სხვა მდგომარეობას მზისა. ამოსვლა, ჩასვლა, შუადღე, ერთი ეზოთერიკული ფილოსოფია მხოლოდ იძლევა ამის ახსნას ნათლად, თუმცა ზაქარი ხსნის ამას ფილოსოფიურად და გასაგებად. ზაქარი უბრალოდ მიუთითებს, რომ საწყისში ელოქიმს ალქიმს ეწოდება ახადი, რაც ნიშნავს ერთიანს ან ღვთაებას. ერთიანი ბრალობიჩი ძალიან უბრალო წარმოდგენაა პანტეურ გაგებაში. მის ფილოსოფიურ ასლში შემდეგ მოვიდა ცვლილება იეჰოვა არის ელოქიმი. დიახ, იეჰოვა არ არის ღმერთის სახელი. გაგიგოდებათ ალბათ, მაგრამ იეჰოვა არის ელოქიმი. ამდაგვარად ბრალობითის გაერთიანებით და პირველი ნაბიჯის გადადგმით მონოთეიზმისაკენ ახლა კითხვაზე როგორც ელოქიმი კითხვის ნიშანი, პასუხი. სამი გაწევით ნიშნავს წინ წასვლით, მოძრაობით წინ, აზრი არის სიმბოლოებითი და ერთ-ერთ ალეგორიურები და პასუხობენ სულიერ ენერგიას, სულს და ასე შემდეგ ადამიანის სხეულს, სტრესს, გადაქცეულ რა უკაცრულა დამიწერია სტრესს. ხო, ერთად დამიწერია გადაქცეულ სულს, გადაქცეული სულის ენერგიაში ვდუხია. კიდევ გიხსნით, რომ სიტყვა დუხ ნიშნავს ენერგიას, სულიერს, დუშა სულს. ხო. სამყაროს სულში და მის სხეულში უსაზრო წრიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც მიუწვდომელია ნებისმიერ ადამიანისთვის, უინცოფი კაბალისტიკური სინონიმი ბარაბრამანაცი, აგრეთვე სერმაკარანა მასდეიცების ან ნებისმიერი სხვა უხილავებისა დგება ერთიანი ახადი. ეკა ეს სახელი არა, ეს სპეციალური ტერმინია. ახადი ეკა ახუ. შემდეგ ის on an isa ano საშუალო სქესის, ესე იგი გარდაიქმნებიან ევოლუციით ერთიდან ბრალობიჩ თხიანი ბუდაში ან ელოქიმში ან ამეშასპან ტოში ან და მის მესამე წინსვლა გაწევა ხდება ხორცის დაბადებისას, ანუ ადამიანის დაბადებისას. შემდეგ და ადამიანებიდან, ანუ იახ ხოვახ კაცურისა შიდა თაებრივი არსება დადგება მეტაფიზიკურ პლანზე. კიდევ ერთხელ ელოქიმი რიცხვები 3, 5, 7 დგან არიან პირველ რიგში თეირიულ
მასონობაში, როგორც ეს ნაჩვენებია, გამოაშკარავებულია იზიდასში. ერთი მასონი წერს 3, 5 და 7 ნაბიჯი მიუთითებენ წრიულ სიარულზე 3 სახეობა. 3.3, 5.3, 7.3 და ასე შემდეგ. ზოგჯერ ეს ჩნდება სხვა ფორმაში 753 დრობი 2 უდრის 37 376 5 და ასე შემდეგ. 7634 დრობი 2 მინუს 391 7.5 და პრინციპია აი ეს ციფრი 20612 დრობი 656 1 ფუტი კუბური გამოანგარიშებისთვის იძლევა უდიდესი პირამიდის გამოანგარიშებას. უკაცრავად მე მათემატიკაში არ ვარ ძლიერი, ამიტომ მომიტევეთ თუ რამე არასწორად წარმოთქვი. 3, 5, 7 არის მისტიკური რიცხვები. რიცხვების არსი და ბოლო და პირველი ძალიან ცემენ მას თაყვანს მასონები. იგი 3 და 7 ცემენ თაყვანს მასონები. პარსიელები სამკუთხედი, რომელიც ყველგან არის თაების სიმბოლო, ღვთისმეტყველების დოქტრინები, მაგალითად კასელი მიუთითებს, რომ ზაქარია იხსნის და ამტკიცებს ქრისტიანულ სამებას. ამის მიუხედავად ზუსტად ამ კრისტალური დოგმა მიიღო თავის საწყისი. ხო, ეს ან არქაიკული ოკულტიზმი და წარმართების სიმბოლიზმი, მეტაფიზიკურად სამი წინსვლა, სამი გადაწევა, გატარება ეკუთვნიან სულიერი ენერგიის მატერიაზე. გადმოსვლას, როგორცაც ესე იგი ლოგოსთან, რომელიც გადმოდის როგორც სხივი სულის ენერგიაში, შემდეგ სულში და ბოლოს ფის სხეულში, ადამიანის ფორმაში, რომელშიც ის დგება სიცოცხლე. კაბალური წარმოდგენა გაიგებებულია არქაიკული პერიოდის ეზოთერიზმთან. ეს ეზოთერიზმი არის მეხუთე რასას 10 მის მრავალ რიცხოვან ქვერასებს არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს არც ეგრეთ წოდებული ტურანელებს, ატლანტების ერთ-ერთი რასა, ეგვიპტელებს, ჩინელებს, ქალდეებს და არცეთ მეხუთე ძირ რასის ქვერასას ატლანტების დროს არსებობდა ატლანტების 7 ქვერასა, რომლებიც განისაზღვრებოდნენ გარეგნობით ერთმანეთისგან, მაგრამ სინამდვილეში ეკუთვნიან მესამე და მეოთხე ძირ რასებს, რომლების შთამომავლებს ჩვენ პოულობთ მეხუთე რასის თესლში. ადრინდელი არიელებისა წრეყოველი ერისა იყო უხილავი სიმბოლო უსაზღვრო სივრცისა. იცით რა, მე რო ვიწერა ახლა რაღაც მეჩვენება ეკრანი დაბნელებული, ამიტომ გადავწყვიტე წამიკითხა. ხო, მე მგონია უფრო მოუმატო უნდა სიღიავის. ხგი გავაგრძელოთ. აბსოლუტური სამოსი მარად აბსტრაქტულისა შეუცნობიერებული ღვთაებისა წრე წარმოადგენს უზომო დროს მარადისობაში. ზერვანი აკარანი აგრეთვე არის უსაზღვრო წრე უხილავი დროისა. ამ წრისაგან გამოდის სხიური სინათლე სამყაროს მზე ან ორმასდი არის ლოგოსი, პირველშობილი, აგრეთვე მზე და ბოლო გაიგებებულია კრონოსთან. მის გოლიათურ ფორმაში წრის ფორმით, რადგან წრე არის სარი და საროსი ციკლი. ეს იყო
გამოსახულება ბაბილონის ღმერთისა, რომლის ტრის ჰორიზონტი იყო ხილული სიმბოლო უხილავისა, მაშინ, როდესაც მზე იყო ერთიანი წრე, რომლისგანაც წარმოიშვნენ კოსმოსური სფეროები. ზერვანი არის ჩაკრა ან ვიშნუს წრე საიდუმლო ემბლემა, რომელიც ერთი მისტიკის განსაზღვრით მრუდე ხაზი მასეთი უნარისაც, რომ მინიმალური მისი ნაწილი თუ მრუდე იქნება გაგრძელებული მაგ ან სხვა მიმართულებით ბოლოს იპოვის თავის თავს და შექმნის ერთ და იმავე მრუდე ხაზს ან იმას, რასაც ჩვენ უწოდებთ წრეს, უკეთეს განმარტების ბუნების რეალობისა უსაზღვრო აქვს, ამიტომ თავისი ცენტრალური აგრეთვე ყველგან სამყაროს ყველგან წერტილში უხილავი ღვთაება, ამდაგვარად არის აგრეთვე თხიან კოგანები ან რიში პიროსატყისები, 7 და 9 არასინთეტიკური ერთეულები და 10 იმუს ჩათვლით, საიდანაც ის შედის ადამიანში. კომენტარებთან დაბრუნებისას ნომერ 4-თან მეოთხე სტანსში მკითხველი ახლა გაიგებს, რომ რატომ არ როდესაც ტრანსხიმალავური ჩაკრა თავში ითვლის სამკუთხედის პირველი ხაზს, კვადრატს, მეორე ხაზს და პენტაგრამას ცენტრში წერტილით. ესე იგი, პენტაგრამა ეს არის 5-ვარსკვლავიანი ვარსკვლავი შუაში, ამ სლოვის შუაში წერტილით. ან სხვა ვარიაცია. კაბალური წრე ელოქიმისა აღმოაჩენს რიცხვით ასოების კითხვისას ალქიმი ან ელოქიმი ნაცნობი. ეს რიცხვი. ხო, ახლა ამას დააკვირდით ყურადღებით. ხო,
რადგან მე დაბლა-დაბწრე მეგონა ეს ციფრები, ეს არის ტომის თავი. ხო და შემთხვევით უბრალოდ ეტყობა ვერ დაეტია. რაღაც ტექნიკური შეფერხება მოხდა. ხო, აგერ ცოტა ხანი გავაჩერებ, რომ თქვენ შეძლოთ ამოგკითხვა. ხო და ტექსტს აგიკითხავთ იმათ, ვინც ვერ ნახავს. აქ წერია არ ვიცი თქვენი რიცხვები. მე არ ვიცი თქვენი, აგერ მე ხო წერია, მე არ ვიცი თქვენი რიცხვები. და ეს არის ტომის თავი. L მგონი 50-ია თუ ვცდებ. ინდუსური გლიფი მიუთითებს დიდ ნახას შემთხვევების ასპექტისა და იმავე ხარისხის მოხაზულობა, რომელიც ჰქონდათ ბერძნებს, მატყუარა ბერძნებს და აქვთ ახლაც მასონებს, როდესაც როგორც უხეში ერთი სირთულის და რეალური სიბრძნე ენისა მეტყოლებს, რომ ბოლო უფრო ძველი ვიდრე სხვა ერები და ამიტომ ის იყო წყარო. ან იყო ახლის ძველ პირველად წყაროებთან ვიდრე ახლა დანარჩენი. ეს მცდარი, ეს დასკვნა ჩვენი მეცნიერებმა და კორესპონდენტი მსჯელობენ ინდუსურ რელიგიურ სისტემაზე, სავარაუდოდ მათ შასტრების და პურანების ბოლოზე, თუ ვიმსჯელებთ მათანახმად თარგმანზე გამრუდებულია ისე, რომ ვერ გაიგებთ თუ ჩვენ გვინდა ვნახოთ შედარება, ჩვენ უნდა მიმართოთ მათ ფილოსოფიურ სისტემას და მათ ეზოთერიკულ სწავლებებს. უეჭველად ხუთი წიგნის სიმბოლიზში ან თუნდაც ახალი აღთქმისა ხდება ერთ და იგივე წყაროდან, მაგრამ აგრეთვე სწორია, რომ პირამიდები ხეოფსისა ყველა გამოანგარიშება, რომლებიც აღმოჩნდა პროფესორ პიაცია სმიტით განმეორებული მიფიურში და მიწერილი სოლომონს ტაძარს, ან შეიძლება იყოს იმ დროზე გვიანი, ვიდრე მოსეს წიგნისა, ესე იგი, თუ არსებობს მასეთი უდიდესი იგივეობა, როგორც ამას ამტკიცებენ, მაშინ ის უნდა უმადლდეს მონურ ასლს ებრაელების მხრიდან, მაგრამ არა ეგვიპტელების მხრიდან. გლიფები ებრაელებისა, მათი ენაც კი არ არის ორიგინალურები. ისინი ნასისხები არიან ეგვიპტელებისაგან, რომლებისაგან მოსემ მიიღო სიბრძნე თავისი კოპტებისაგან. ხო, კოპტები, ერთი წუთით, კოპტები იყვნენ ეს პირველი ქრისტიანები. ხო, კოპტები იყვნენ პირველი ქრისტიანები, მათთვის ვინც არ იცის, კოპტები ეწოდებოდა პირველ ქრისტიანებს და ისინი ბევრად განირჩევნენ ახლანდელი ქრისტიანებისაგან.
ხო, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. წინათ მე არ ვიცოდი, რომ ის სიჩქარა მიმყავდა ეს ტიტრები. ამიტომ ახლა ნელა ვატარებთ, არ ხედავთ? მინდა ბოდიში მოგიხადოთ. ჩემ შეცდომა გამოვასწორე. აწი ნელა გავატარებ ტექსტებს. რომ თქვენ შეგძლოთ ნორმალურად წაკითხა და დაფიქსირება. და ბოდიშ გიხდით წრომან შეცდომებზე ი, უ და ო ახლოს არიან ერთმანეთთან და კლდალუ ახლოსა ერთმანეთთან. ამიტომ მომდის შეცდომები ასეთი, რომ ის მაგერად წერ უს, ოს მაგერად წერ ის და ასე შემდეგ, ყოს მაგერად ლუს. მაგრამ გაიგებთ. და კიდევ მინდა გითხრათ. კითხა არ იციო ზოგი ლანძღავს და უკითხო სკოლაში არ გივლიაო? კი, შვილებო სკოლაში როგორ არ მივია, მაგრამ მე ყველაფერი რუსულად მოსდამთავრებული. ასე რომ მე საერთოდ მასეთი აქცენტი მაქვს. საკურვილია რუსულად უფრო ხარ ვკითხულობ ხალხისხიანად, მაგრამ ანგარიში ხომ და გამისწოროთ მაინც, ვინც არიცით გეუბნებით, მე ყველაფერი რუსულად მოსდამთავრებული. ასე რომ ნუ გამეწყენდებით. კილო მაქვს მასეთი. ის კი არა, ბევრი მეკითხება, სვანი ხომ არ ხარო? მეგრულად როდესაც ლაპარაკობ. გონიათ რომ ის სვანური აქცენტი მაქვს მეგრულად. თავარია გაიგოთ, მე რას კითხულობრის თქმა მინდა. ილბოდიშ გიხდით მაინც. თან თვალში მაკლია, თან ახლა კატარაქტას დამემატა. აბა სხვათა შორის გონი დამთავრდა, ხო, ეს მეორე პუნქტიც დამთავრდა. კარგით, მადლობთ ყურადღებისთვის.